მოგესალმებათ Slowji, ახალი ვიდეო გაკვეთილით და დღეს ვისწავლით როგორ უნდა დავარეგისტრიროთ G-domain-ი. ამისთვის გადავდივართ საიტზე registration-ში და ვიწყებთ რეგისტრაციას. აქვთ ავაზობენ ორი სახის რეგისტრაციას, ეს არის იურიდიული პირებისთვის და არის ფიზიკური პირებისთვის. ვინც არ იცით გეტყვით რომ იურიდიული პირისთვის როდესაც ხდება რეგისტრაცია, მას უნდა კონდეს რაიმე კომპანია ან დაწესებულება, ანუ უნდა იყოს იურიდიული პირი, რომ შეიძინოს ვებგვერდი, რომელიც ნამდვილად აუცილებელი არის თუ ხართ იურიდიული პირი. თქვენმა კომპანიამ წინსვლა განიცადოს. ხოლო თუ თქვენ გინდათ რომ გქონდეთ პერსონალური საიტი, ვებგვერდი და სადაც დაამატეთ სხვადასხვა ფაილებს, თამაშებს, პროგრამებს, ანუ თქვენი ბლოგი გექნებათ, ამისთვის უნდა ერჩიოთ ფიზიკური პირისთვის რეგისტრაცია. ჩემ შემთხვევაში მიაუჩევ ონლაინ რეგისტრაციას ფიზიკური პირებისთვის და დავიწყებ დომეინის დარეგისტრირებას. ანუ პირველ ველში ვწერთ დომენურ სახელს, რა თქმა უნდა, ლათინური ასოებით. იყოს მაგალითად domain.gr, ესაც ტელად. შემდეგ არის მეორე ველი, კავკასიის ონლაინ სენსეები, სადაც გვთავაზობთ თუ კავკასისი თავის hosting-ს. აქ არის უფასო hosting-ი, რომელიც თუ ორცდები უნდა იყოთ შედახმებული წინასწარ თქვენს პროვაიდერთან, ხოლო არის მეორე ფასიანი hosting-ი და საკმაოდ კარგი hosting-ი აქვს კავკასუსს. მაგრამ თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ მათი სერვისი, შეგიძლიათ ჩაწეროთ სხვა NC-ები, მაგალითად იყოს GeoHost-ის NS3 GeoHost G და NS4 GeoHost G. აქ აუცილებელი არ არის, მაინც და მაინც ეწეროს NS3 და NS4, შეიძლება სხვა hosting-ს კონდეს სხვა NC-ებზე გაწერილი, მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტეთ რომ აერჩიოთ აქ ასო დამიკლია მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტეთ რომ აერჩიოთ კავკასიის hosting, მაშინ ეს აუცილებელი არ არის რომ შეავსოთ. მე ავეჩიე GeoHost G, სადაც მიწერს რომ არსებობს ესეთი NC-ები, ავწერთ უკვე email-ს, რომ თქვენს მუშა email-ს, რომელზეც მოგივათ შემდეგ სხვადასხვა ინსტრუქციები, ავწერთ მეორე email-ს, რომელიც აუცილებელი არ არის შეავსოთ, მაგრამ შეგიძლიათ რომ ჩაწეროთ. შემდეგ წერთ აქ უკვე სახელს, რა თქმა უნდა ქართული შრიფტით, რადგან აქ არის მითითებული მთელი ფიფქით, რომ უნდა იყოს ქართული, რომელიც ნიშნავს რომ უნდა იყოს ქართული შრიფტით და შემდეგ აქ უკვე ინგლისური ასოებით, ანუ ლათინური შრიფტით. აქ გვარს წერთ უკვე ქართული შრიფტით, აქ ინგლისური შრიფტით. აქ უკვე ჩვენ გვთხოვენ პირადობის დამადასტურებელ ნომერს, რომელიც 11 ნიშნა ნომერს, რომელიც უნდა ჩაწეროთ, მე ამ შემთხვევაში არ ჩავწერ. ასევე გვთხოვენ ჩავწეროთ პირადობის მოწმობის ნომერი, აი ეს პატარა ნომერი. შემდეგ არის უკვე საკონტაქტო მისამართი. წერთ აქ უკვე ინგლისური შრიფტით. აქ უკვე წერია ქვეყანა საქართველო, ჯორჯია, აქ უკვე ქალაქი. კვლავ ქართული შრიფტით, შემდეგ ლათინურით. საფოსტო ინდექსი, ეს შეგიძლიათ დატოვოთ 0-100. საკონტაქტო ნომერი, აქ ჩაწერთ თქვენს ნომერს. ფაქსი შეგიძლიათ დატოვოთ სერიალი და შემდეგ უკვე წერთ ამ ველში ზემოთ მოცემულ სურათზე დაწერილ კოდს. შეგყავთ ეს კოდი და ვაწვევით დამატებას. მე არ დავამატებ, რადგან არ მაქვს შევსებული პირადობის ნომერი. და ასე შემდეგ, არ ჩავწერ, მე არ არის საჭირო. როდესაც დაამატებთ, თქვენ უკვე უნდა შემდეგ გააგრძელოთ რეგისტრაცია უკვე კავკასიის ოფისში. კავკასიის ოფისი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 71-ში. სადაც თქვენ როდესაც მიბრძანდებით, უნდა გაადასტუროთ ეს ინფორმაცია, რომელიც აქ შეიყვანეთ, ანუ პირადობის ნომერი უნდა იქონიოთ თან და მოგიწევთ პირადობის მოწმობის ასლის დატოვება, ასევე ხელმოწერით დაადასტურებთ ამ ყველაფერს და მიიღებთ ინსტრუქციას შემდეგ უკვე email-ზე. 30 დღის განმავლობაში თქვენი დომეინი იქნება უფასოდ ჩართული, ხოლო თუ ამ 30 დღის განმავლობაში თქვენ ამ თანხას არ დაფარავთ, დომეინი ავტომატურად წაიშლება 30 დღის შემდეგ.
თანხის გადახდა თქვენ შეგეძლებათ როგორც კავკასუსის ოფისში, ასევე TBC-ის ნებისმიერ ფილიალში. კავკასუსის ოფისი თუ არ ვცდები მდებარეობს ჭავჭავაძის 19-ში. აქ თქვენ შეგეძლიათ ნახოთ საიტზე თუ სად არის, სად შეგეძლიათ გადაიხადოთ თანხა, გადავდივართ კატეგორიაში ანგარიშ სწორება. აქ არის სხვადასხვა მისამართები, ხიზანიშვილის ქუჩა, ნუცუბიძე, აი ეგეთ წერია ჭავჭავაძის გამზირი 19. აი ამ მისამართების შეგეძლიათ გადაიხადოთ თანხა და ასევე TBC-ის ბანკში, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება ალბათ თქვენთვისაც. მიბრძანდებით TBC-ის რომელიმე ფილიალში, არ აქვს მნიშვნელობა და ოპერატორთან მიუთითებთ დომენურ სახელს და გადაიხდით 30 ლარს. გონი ყველაფერი გასაგები იყო ამ გაკვეთილში. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, გამოგზავნით Slowgy-ზე, გადადით ფორუმზე, დატოვეთ კომენტარის სახით თხოვნებში. დღეისთვის ეს გაკვეთილი დასრულებულია, გისურვებთ წარმატებას.